ანტიქრისტეზე გადაღებული ფილმი, რომელსაც ყველაზე დაწყევლილი ფილმის რეპუტაცია აქვს. ომენის გადაღებების მომენტში მთავარი როლის შემსრულებლის გრეგორი პეკის თვითმფრინავს მეხი დაეცა, როცა ის ლონდონისკენ მიფრინავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მეხი დაეცა სცენარისტ დევიდ სელცერის თვითმფრინავსაც. გადამღებ ჯგუფს დაჯაშნილი ჰქონდა თვითმფრინავის საჰაერო გადაღებებისთვის, თუმცა ბოლო მომენტში გეგმა შეცვალეს. ეს თვითმფრინავი კი, რომელიც თავიდან უნდა გამოეყენებინათ, აფრენისას ჩამოვარდა და მასში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. როტვეილერები, რომლებიც ფილმში ჯოჯოხეთის ძაღლებს განასახიერებდნენ, მოულოდნელად თავს დაესხნენ საკუთარ მომთვინიერებლებს და დაკბინეს. ყველაზე შემზარავი ამბავი ფილმის დასრულების შემდეგ მოხდა. სპეცეფექტების ოსტატი ჯონ რიჩარდსონი, რომელმაც ფილმში თავის მოკვეთით ცნობილი სცენა დადგა, ნიდერლანდებში ავტოკატასტროფაში მოჰყვა. შედეგად მისი ასისტენტი ლის მური ზუსტად ისევე დაიღუპა, როგორც ფილმის პერსონაჟი. თავის მოკვეთით. ყველაფერთან ერთად შემთხვევა ქალაქ ომენთან ახლოს მოხდა, რომელიც ნიდერლანდებში მართლა არსებობს. კიდევ უამრავი ფაქტი შესახებ წერენ ინტერნეტში, რაც ამ ფილმთანაა დაკავშირებული, თუმცა რა არის რეალობა და რა გამოგონილი ამბავი ვერ გავარკვი.